პროგრესულ მოძრაობებში ისინი ტოლერანტობაზე საოზე საუბრობენ, მაგრამ ისინი, ვინც ყველაზე მეტ ტოლერანტობას ითხოვენ, საბოლოოდ ყველაზე შეუწყნარებლები ხდებიან ყველას მიმართ, ვინც ზუსტად მათნაირი არ არის. და ვხედავდი, როგორ აღწევდნენ ისლამისტური მოძრაობები სამოქალაქო უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების სივრცეებში. თუ მხოლოდ ებრაელი ხალხის ნაციონალისტურ მოძრაობას ეწინააღმდეგები და არც ერთ სხვა ნაციონალისტურ მოძრაობას არ ეწინააღმდეგები, მაშინ გამოიცანი ძვირფასო. შენ ანტიებრაელი ხარ. სტუდიაში ჩემთან ერთად არის იუვალ დავითი, რომელიც მართლაც მრავალმხრივი და გამორჩეული ადამიანია. ის არის ემი ჯილდოს მფლობელი, ჟურნალისტი, კინორეჟისორი, მსახიობი. ის რამდენიმე არაკომერციულ ორგანიზაციას აძლევს რჩევებს. ის არის აქტივისტი, ისრაელ-ამერიკელია, ასევე დიდი მხარდამჭერი და აქტივისტი ლგბტ საზოგადოებისათვის. იუვალ, მოგესალმები. პირველ რიგში უბრალოდ აქ სტუდიაში შენთან, ჩემს არჩეულ დასთან ერთად ჯდომა ღვთაებრივია. ეს ღვთაებრივია, რადგან მე აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ საუბრობ ყოველთვის ასეთი სიცხადით. იქნება ეს ჩვენ ორნი ესპრესო თუ ღვინის ჭიქით, თუ აქ სტუდიაში ყოფნისას. მე ამას უგრძნობ და ვიღებ და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ადამიანი საუბრობდეს იმ სიცხადით, როგორც შენ საუბრობ. მადლობა იუვალ. ივონ, რადგან შენ საოცარი წამყვანი, მედიის წარმომადგენელი და ჟურნალისტი ხარ, შენც იმავე სიცხადით საუბრობ და შენ საუბრობ იმ წრეებში, რომლებმაც თითქოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უარი გითხრეს, ხო ასეა? სინამდვილეში ეს მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელი არ არის, რაც უარი მივიღე ან არ მიმიღეს ეს იმ მოძრაობებში, რომლებიც თითქოს მიღებასა და ტოლერანტობაზე საუბრობენ. და ვფიქრობ, ერთი რამ, რასაც განსაკუთრებით პროგრესულ მოძრაობებში ვხედავთ, პროგრესულ მოძრაობებში, რომლებმაც მთლიანად მიითვისეს LGBT მოძრაობა, ისინი ტოლერანტობაზე საუბრობენ, მაგრამ ისინი, ვინც ყველაზე მეტ ტოლერანტობას ითხოვენ, საბოლოოდ ყველაზე არატოლერანტულები ხდებიან ყველას მიმართ, ვინც ზუსტად მათნაირი არ არის. და მე დემოკრატიის აქტივისტი ვარ, ყველაფერზე მეტად. მადლობელი ვარ, რომ ორი განსხვავებული დემოკრატიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქე ვარ. სადაც მაქვს შესაძლებლობა ვიცუწუნო და ვიჩიულო, ვაპროტესტო და ვცადო შევცვალო და გავაუმჯობესო ის მთავრობები, რომელთა ნაწილიც ვარ, რათა მივიღო მონაწილეობა. ეს ჩემი სამოქალაქო ვალდებულებაა. თუმცა მე ხვდები ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ კრიტიკის მოსმენა, არ სურთ, რომ ვინმე რამე გააკეთოს პარტიის ხაზის მიყოლების გარდა და ეს არადემოკრატიულია. ივონ, როდის დაიწყე ცვლილების შეგრძნება, რადგან შენ იყავი აქტივისტი ფართო ლგბტ- კი და დემოკრატიულ სივრცეებში? მეტი ვიდრე 20 წლის განმავლობაში. 20 წლის განმავლობაში. შენ, როდის დაიწყო ეს? გახსოვს ის მომენტი, როცა იფიქრე? ჰიუსტონო, პრობლემა გვაქვს. როდის იყო ის მომენტი? დაგვაბრუნე იმ დროს. იმ მომენტებში დავიწყე დემოკრატიულ პარტიაში, პროგრესულ მოძრაობებსა და მემარცხენე ლიბერალურ მოძრაობებში პრობლემების დანახვა. როცა დავინახე, რომ იქ ჩნდებოდნენ ადამიანები, რომელთა იდეოლოგიაც დემოკრატიისა და ჩართულობის წინააღმდეგ იყო მიმართული. და ეს ნამდვილად თუ ძალიან კონკრეტულად ვიტყვი, სწორედ ისლამისტური მოძრაობებია, რომლებიც სოციალური სამართლიანობის სივრცეებში შეღწევას დაიწყეს. სოციალური სამართლიანობის სივრცეებში. ტერმინ ისლამოფობიის გამოყენება და მისი დაკავშირება ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ანტისემიტიზმზე ან ჰომოფობიაზე საუბრობდა, 2016 წელს დაიწყეს სლოგანის მოსმენა იმ ადამიანებში, ვინც სლოგანებს ილენებს, სადაც ამბობდნენ ქვიარების უფლებები პალესტინელების უფლებებია და პალესტინელების უფლებები ქვიარების უფლებებია. და ყველა ეს ადამიანი ფიქრობდა, ვაუ, ეს ისე კარგად ჟღერს, რადგან მათ ჰილარი კლინტონის სიტყვა აიღეს. ქალების უფლებები ადამიანის უფლებებია. ადამიანის უფლებები ქალების უფლებებია. მათ ეს გადააკეთეს სხვანაირად, რომ ხალხს დამახსოვრებოდა და გაეგო. და მე ვიტყოდი, არა, ეს შეცდომა არ არის. ბოდიში ვიტყოდი, რომ ეს სწორი არ არის. და ხალხი მეტყოდა, თითქოს ძალიან ისლამოფობი ხარ. მე ვამბობდი, რომ არ ვარ ისლამოფობი. მე არ მაქვს ფობია და არალოგიკური შიში ისლამის მიმართ. მე მაქვს შიში ისლამისტებისა და ჯიჰადისტების მიმართ. მე ნამდვილად მაქვს შიში ექსტრემისტების მიმართ. და ჰომოფობია ძალიან განსხვავდება ისლამოფობიისგან. ის უკმაყოფილება, რაც ხალხს ჰომოსექსუალების მიმართ აქვს, ძალიან განსხვავდება იმ უკმაყოფილებისგან, რაც ხალხს ჯიჰადისტების მიმართ აქვს, რომლებიც მათ მოკლას აპირებენ. ზუსტად ასეა.
და ქეფიები გამოჩნდა მთელ LGBT მოძრაობაში. და მე ვხედავდი, როგორ დადიოდნენ ადამიანები ქეფიებით, კიდებდნენ სხვებს კისერზე, ურიგებდნენ, როგორც კონფერენციაზე უფასო ჯიქებს, ან iPhone-ის кейსებს, ან სხვა რამეს გასცემენ. ასე არიგებდნენ ქეფიებს და ამბობდნენ, რომ ეს ქეფია წარმოადგენს წინააღმდეგობას ნებისმიერი სახის ჩაგვრის წინააღმდეგ. და მე ვიტყოდი, არა, ქეფია ამას არ წარმოადგენს. მე ზუსტად ვიცი, რას წარმოადგენს ქეფია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელის მოქალაქეც ვარ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტერორისტული თავდასხმების გადარჩენილი ვარ, როცა ჩემს გვერდით მყოფები ვერ გადარჩნენ, არამედ იმიტომაც, რომ ყურადღებას ვაქცევ სიახლეებს. ასევე ბევრს ვკითხულობ. ასევე გეოპოლიტიკაზე ვამახვილებ ყურადღებას. და ვხედავდი, როგორ აღწევდნენ ისლამისტური მოძრაობები, ზუსტად ისე, როგორც წარსულში მსოფლიოს სხვა ნაწილებში აღწევდნენ სამოქალაქო უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების სივრცეებში. ასე რომ მოკლე პასუხია 2016 წელი, მე კი გრძელი პასუხი გაგეცით. მაგრამ ნება მომეცი ეს კითხვა დაგისვა. გრძნობდი, რომ ეს ბუნებრივი იყო, თუ გრძნობდი, რომ ეს განზრახ გაკეთებული იყო. რადგან ეხლა ვიგებთ, 2016 წელი უკვე 10 წლის წინ იყო, რომ არსებობდა შეუჩერებელი, განზრახული, კარგად დაფინანსებული კამპანია, რომელიც მოდიოდა ძალიან ბოროტი მოთამაშეებისგან, ყატარიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, რათა შეეღწიათ. ეს სინამდვილეში დღის წესრიგია. გეკითხები 10 წლის წინ გრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა, თუ უბრალოდ ფიქრობდი, ეს იდიოტები არ იციან, რაზე ლაპარაკობენ. სულად რაღაც ხდებოდა, როცა მეკითხებოდნენ, ეს იყო ორგანული განვითარება თუ მიზანმიმართული დღის წესრიგი. დღის წესრიგი. კარგად დაფინანსებული დღის წესრიგი. პასუხი არის დიახ, რადგან კარგად დაფინანსებული დღის წესრიგი კატარის, ირანის, ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის, ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან ისე წარმოაჩინეს, თითქოს ეს ორგანული განვითარება იყო. ისინი ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ეს ხალხის მოძრაობაა, სადაც ხალხი იდგება ცვლილებებისთვის და ანგრევს იმ სისტემას, რომელიც ავიწროებს მათ. მაგრამ ეს 2016 წელს დაინახეთ. დიახ, რა მოგცათ ესეთი ხედვა? არანაირი შანსი არ იყო, რომ ამდენი ადამიანი გამოჩენილიყო საბაზისო მოძრაობებში და ამდენად დაფინანსებულები ყოფილიყვნენ. როცა LGBT მოძრაობაში უფრო აქტიური ვიყავი, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად საბაზისოები იყვნენ, რომლებსაც 2 შეკელიც კი არ ჰქონდათ ერთმანეთზე მოსახეხი. მაგრამ ისინი მაინც იდგნენ ფეხზე, ადგილზე იბრძოდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ, რადგან გულით სწორი ადამიანები იყვნენ. და როცა ხალხი მოდიოდა ყუთებით, სარედაქციოდ დაბეჭდილი ნიშნებით, ქეფიებით და 1000 გვარი ნივთით, აშკარად ჩანდა, რომ ვიღაცა ამ ყველაფერს აფინანსებდა. ვიღაცა ამ ყველაფერს აფინანსებს. ამას რომ ხედავდი, მაშინვე ვცნობდი. და მე მჯერა, რომ ყველას აქვს ადგილი მაგიდასთან, მაგრამ არ მჯერა, რომ ვინმეს უნდა კონდეს ადგილი მაგიდასთან, თუ მას სურს მოკლას სხვა, დაადუმოს, გააქროს, გაანადგუროს, ან ცენზურას დაუქვემდებაროს. მე ყოველთვის ამას ვამბობდი. და ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც მოდიოდნენ მაგიდასთან დასაჯდომად, მაგრამ ისინი ქალთა უფლებების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ ისინი LGBT მოძრაობის ნაწილი არიან. ვკითხე, როგორ შეიძლება იყო LGBT მოძრაობის ნაწილი, თუ მხარს უჭერ ისლამისტურ მუსლიმურ შარიათის ქვეყნებს, რომლებიც ქალთა უფლებებს ართმევენ, LGBT უფლებებს ართმევენ. და მე მუდმივად ვამხელდი ამ ფარისევლობას. ხალხი კი ამბობდა, არა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვნება. უთხარი, დიახ, გვჭირდება მრავალფეროვნება. მაგრამ თუ გვაქვს ეს პროგრესული მაგიდა, თუ გვაქვს ეს LGBT მაგიდა, მაშინ ერთადერთი ადამიანები, ვინც ჩვენს მაგიდასთან უნდა მივიღოთ, ისინი არიან, ვინც აღიარებს, რომ სიცოცხლის უფლება გვაქვს. განა ეს მარტივი სათქმელი არ არის. ეს ხო შეუწყნარებელთა მიმართ ტოლერანტობა არა? ეს იყო რაც ხდებოდა. შეუწყნარებელთა მიმართ ტოლერანტობა. და დღესაც ამას ვხედავთ. იმდენად, რომ ადამიანები, რომლებზეც ენის საშუალებით მანიპულირებენ, ადამიანები, რომლებსაც რეალურად არ იციან, რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ერთი და იგივე სიტყვებს ისმენენ. ასე რომ, თუ ვიღაცა ჩემსავით ლაპარაკობს, მაშინ ვაუ, ალბათ ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს. ესენი სასარგებლო იდიოტები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად სულელები არიან, რომ სლოგანებით მათზე ადვილად მანიპულირებენ და ახლა უბრალოდ სჯერათ ყველაფერი, რასაც სხვები ამბობენ, თუ იგივე ენას იყენებენ. მაგრამ აი ჩემი გამოწვევა. მე ვეღარ ვუწოდებ მათ სასარგებლო იდიოტებს. რამდენად დიდი იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ მიყვეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ მოძრაობებს, რომლებიც სხვანაირად მათ მოკლავდნენ. ხო. ვერ ვიგებ. თვითდამღუპელი თანაგრძნობა. თვითდამღუპელი თანაგრძნობა. თუ ამოადივდივა მათში რაღაც ბოროტება. და იცი რა? სანამ ყველა ხალხის ადამიანის უფლებების აქტივისტი ვიქნებოდი, პირველ რიგში ჩემი ხალხის აქტივისტი ვარ. და იცი რას ვსწავლობთ იუდაიზმში? We have to reacha kamocha. შეიყვარე შენი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი. უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი. კარგი აზრია.
არავის შევიყვარებ უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ თავს. ზუსტად. ანუ ღმერთო, მართლა უნდა წარმოთქვა ჰილელის სიტყვები? იმ ეინ ანილი, მილი, უხშანილე აცმი, მაანი, ვეიმლო ახშავ, ეიმატაი. თუ მე არ ვიქნები საკუთარი თავისთვის, ვინ იქნება ჩემთვის? თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვარ ვისვა, რა ვარ და თუ არა ეხლა, როდის? ეს არნიშნავს, რომ არ უნდა ვიზრუნო საკუთარ თავზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს ხალხზე, ჩემს მეგობრებზე, ჩემს საზოგადოებებზე. ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა გავაკეთო. და როგორც ამერიკელი ებრაელი, საშინლად იმედგაცრუებული ვარ, რომ ხედავ, რამდენი ებრაული საზოგადოება უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ტიკუნ ოლამს, ვიდრე სხვა ყველა ტიკუნს, ვიდრე სხვა ყველაფერს, რაც გვევალება რომ გავაკეთოთ სამყაროს გამოსასწორებლად, მის მოსავლელად. სუიციდური ემპათია ნიშნავს იმ ნარატივების მიღებას, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგაა, მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ჩავეწეროთ. იცით რა დაემართათ ებრაელებს წარსულში, ევროპაში და არაბულ სამყაროში, ვინც ცდილობდა საზოგადოებაში ჩაწერას? ხო. მათ მოკლეს, გააუპატიურეს, დახოცეს, ზუსტად ისე როგორც დანარჩენი ებრაელები, ვინც ცდილობდა თავისი იდენტობის შენარჩუნებას. იცი იუვალ, მიხარია რომ აქ სტუდიაში ხარ, რადგან გასულ კვირაში ბევრი რამ მოხდა, რაზეც შეგიძლია კომენტარი გააკეთო. კინორეჟისორი, ეს ისრაელი კინორეჟისორი, რომელიც დიდი კრიტიკოსი იყო არმიისა, ისრაელის არმიის, რომელიც ცდილობს ჩვენი ხალხის დაცვას, ცდილობს დაგვეხმაროს აქ გადარჩენაში. რა ქვია მას, რაღაც ლაპიდი, იუვალ, რაღაც ლაპიდი, ის კინორეჟისორი იყო. ბერლინის კინოფესტივალიდან გააძევეს. და ეხლა უცებ ყველა ეს ტიკუნ ოლამის ებრაელი, ყველა ეს ებრაელი, ვინც ებრაელად მოიხსენიებს თავს და ისრაელის წინააღმდეგია 7 ოქტომბრის შემდეგ. ირონიულად, ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე საშინელი მასაკრის შემდეგ, ეხლა გამოდიან და მას ეხმარებიან. ანუ აზრი არ აქვს? როცა ეს ადამიანები იღვიძებენ და ფიქრობენ, იქნებ ეს ისრაელის თავრობის გამო არ არის. იქნებ იმიტომ, რომ მე ებრაელი ვარ. ანუ როდის იღვიძებენ ადამიანები იუვალ, ან იქნებ საერთოდაც არასდროს იღვიძებენ. მე ვფიქრობ, ისინი მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როცა ადამიანები უშუალოდ მათ დაუპირისპირდებიან. მაგრამ მათ უკვე გააკეთეს ეს. ხო, შეიძლება. მათ მოუწევთ გამუდმებით გააღვიძება, რადგან ამ იდეოლოგიამ დააბრმავა, რომელსაც ცდილობენ მიიღონ. ანტისიონიზმი და ანტიისრაელი არის ნიღაბი ანტიებრაელობისთვის. მე არც კი მომწონს ანტისემიტიზმის თქმა, მართალი ხარ. არავის ესმის ეს. არავის ესმის ეს. და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიური ენა. ხო. ებრაელების სიძულვილი. ებრაელების სიძულვილი, უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ. ისრაელი ყველაზე დიდი ებრაელია, რაც არსებობს. დიახ. ისრაელი ის ებრაელია, რომელსაც ადანაშაულებენ ზედმეტად მდიდრობაში, განსხვავებულობაში, იმაში, რომ არ ერწყმის სხვებს, ან პირიქით, ზედმეტად ერწყმის. იცი, იგივეა, ან ზედმეტად წარმატებულია. ეს ყველაფერი ისაა, რაშიც ებრაელებს მთელი ისტორიის განმავლობაში ადანაშაულებდნენ. ებრაელებს ადანაშაულებდნენ სიღარიბეში, მათ ადანაშაულებდნენ სიმდიდრეშიც. მათ ადანაშაულებდნენ საზოგადოებაში ინტეგრირებაში და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში. მათ ადანაშაულებდნენ საზოგადოებისგან განცალკევებულობაში. მათ ადანაშაულებდნენ ზედმეტ განათლებასა და ინფორმირებულობაში. მათ ადანაშაულებდნენ. და ეხლა ისრაელი, ეხლა ის მთავარი ებრაული სამიზნეა, რომელსაც ადანაშაულებენ. აი ეს არის ის, რასაც ხშირად ვამბობ, როცა ადამიანები ამბობენ, რომ ანტიზიონიზმი არ არის ანტიებრაული ან ანტისემიტიზმი. და მე ვამბობ, კარგი, მოდი დავყოთ ეს საკითხი ნაწილებად. თუ ამბობთ, რომ ანტიზიონიზმი არ არის ანტისემიტიზმი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ ყველა ეროვნული მოძრაობის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ იაპონიის შესანიშნავი ეროვნული მოძრაობის და ვინც კი ოდესმე ყოფილა იაპონიაში, იცის, რომ ისინი ძალიან სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ ნაციონალიზმს, თავიანთი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას და ამაყად იცავენ ამას. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ მათი ნაციონალიზმის და ასევე ებრაელების ნაციონალიზმის, მაშინ კარგი. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ამერიკის მკვიდრი ხალხების, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ ეროვნულობას და წინააღმდეგი ხართ ამერიკის მკვიდრი ხალხების ნაციონალიზმის და ასევე ებრაელების ნაციონალიზმის, მაშინ კარგი. ანტისიონიზმი არ არის ანტისემიტიზმი. მაგრამ თუ მხოლოდ ებრაელი ხალხის ნაციონალისტური მოძრაობის წინააღმდეგი ხარ და არც ერთი სხვა ნაციონალისტური მოძრაობის წინააღმდეგი არ ხარ, მაშინ გამოიცანი ძვირფასო. შენ ებრაელთა წინააღმდეგი ხარ. დიახ. ანუ მე სრულიად ვეთანხმები, რომ საბოლოოდ სიონიზმი არის ებრაელი ხალხის თვითგამორკვევა ჩვენს წინაპართა სამშობლოში. თუ ყველაფერში გჯერათ, ჟღევს ისე თითქოს ეს 1000 ჯერ გითქვამთ. თუ სხვა ხალხების თვითგამორკვევაში გჯერათ, მაგრამ ებრაელებისთვის არა, მაშინ პრობლემა გაქვთ. თქვენ ანტისემიტი ხართ, ებრაელთა მოძულე ხართ. ამ დელეგაციის შემდეგ. დიახ. ხო, მინდოდა თქვენთვის მეკითხა. ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ გასულ კვირას თელ-ავივში პრაიდი გქონდა პარასკევს. მე იერუსალიმის პრაიდში ვიყავი ჩართული წინა კვირას, მაგრამ თქვენ დელეგაციასთან ერთად ჩამოხვედით. თქვენ როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი იყავით, არა?
ხალხი მთელი მსოფლიოდან იყო, არა მხოლოდ LGBT-კი, არამედ მათი მხარდამჭერები და ისინიც, ვინც ამ სფეროში მუშაობს. როგორ იყო და თქვენ როგორ მიიღეთ ეს ადამიანები, რომელთაგან ბევრია უმეტესობა პირველად ჩამოვიდა ისრაელში? პირველად. მომიყევით ამ გამოცდილების შესახებ. რას ხედავდით მათი თვალებით? ეს იყო დელეგაცია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრო მოაწო, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან LGBT ლიდერები ერთად შეეკრიბა და ისრაელი ეჩვენებინა მათთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ დელეგაციის ნაწილი ვიყავი. და მნიშვნელოვანია ეს აღნიშნო. მე დელეგაციას არ ხელმძღვანელობდი. და რაც ამაში ლამაზი იყო, ის იყო, რომ მართლა არავის არ შეუქმია ჩვენთვის შეგრძნება, თითქოს ისინი ხელმძღვანელობდნენ დელეგაციას. ჩვენ ერთად ვიყავით აქ, რომ გვესაუბრა, მოგვეუსმინა ერთმანეთისთვის, გველაპარაკა ერთმანეთთან და არა უბრალოდ ერთმანეთისთვის ან ზემოდან გველაპარაკა, არამედ ერთმანეთთან გვესაუბრა. ჩანდა, რომ დელეგაციის დაახლოებით 5-დან 4 წევრი ებრაელი არ იყო და ისრაელში არასდროს ყოფილა. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც არის აშშ-სა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე და ორივე ქვეყანაში LGBT აქტივისტად მუშაობდა, ძალიან ღიად და თვალსაჩინოდ საოცარი იყო იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ვერ არიან ღიად გეი, ლესბოსელი, ბი ან ტრანსი. და ამ LGBT ადამიანების ნახვა, მათი თვალებში ცხემლების დანახვა. ეხლა ემოციური ხდები, რადგან მათი თვალებით ვიგძენი ის, რასაც განიცდიდნენ, როცა ხენიცდიდნენ, ორ ხედავდნენ, ორ გეი მამას შვილებთან ერთად სანაპიროზე მოსეირნეს. ან ლესბოსელ წყვილს თავიანთ ქალიშვილებთან, რომლებთანაც შეეძლოთ ესაუბრათ. ან მათ ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებს. ღმერთო, ამ ლესბოსელ წყვილს დაახლოებით 6 შვილი ჰყავდა. ისინი აუზში უკეთესად წურავდნენ, ვიდრე ვინმე სხვა. დასანახავია, როგორ იყვნენ ისინი ასე შეძრულები. და ერთ-ერთი რამ, რაც მათ აღნიშნეს, იყო ის, რომ როდესაც შეხვდნენ ამ ისრაელებს, რომლებიც ისრაელში სხვადასხვა რამეზე ჩიოდნენ, მაგალითად კამერუნიდან, ინდოეთიდან ან რუანდადან ჩამოსული ადამიანები ჩვენს მოგზაურობაში ამბობდნენ, როგორ შეიძლება რომ ეს ისრაელი LGBT ადამიანები ასე ბევრს ჩიოდნენ. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყნებში შეიძლება ციხეში ჩაგვაგდონ, ან ოჯახიდან გამოქვარონ, ან შვილების ყოლისუფლება არ გქონდეს, ან საერთოდაც არ ხედავდეთ პრაიდის დროშებს. ამან დამაფიქრა იმ ფუფუნებაზე, რაც მაქვს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეს. სადაც ქუჩაში შემიძლია ვიარო ჩემს მეუღლესთან ერთად. სადაც შემიძლია კაპიტოლიუმში ან ქნესეთის დერეფნებში ვიბრძოლო LGBT უფლებებისთვის. ასევე ვაცნობიერებ, რომ ჩემი აქტივიზმი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ პროტესტს არ გულისხმობდა. ეს იყო მონაწილეობაზე დაფუძნებული. და სწორედ ეს მაძლევს შთაგონებას ისრაელის LGBT მოძრაობაში მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ხალხში. ეს ადამიანები აქტიურობენ იმისთვის, რომ შეძლონ მონაწილეობა, არა იმისთვის, რომ სხვანაირად მოექცნენ, არამედ იმისთვის, რომ ზუსტად ისე მოექცნენ, როგორც სხვებს. ერთ-ერთი საკითხი, რომისკენაც მთელ მსოფლიოში LGBT მოძრაობა იხრება, არის ის, რომ ჩვენ თავს რაღაც უნიკორნებად, რაღაც განსხვავებულად თვლით, მაგრამ ეს არ არის ამ მოძრაობის არსი. ეს არ იყო ის, რითიც ჩემი LGBT აქტივიზმი დაიწყო დიდი ხნის წინ. ეს ეხებოდა უფლებებს, უბრალოდ იმისთვის, რომ შეგვეძლოს ის, რასაც ყველა სხვა აკეთებს. ყველა სხვა, დიახ, ნორმალიზაციის პროცესი. და ვიყო იმ ადამიანებთან, ვისაც საკუთარ ქვეყანაში კანონიერად ნორმალურად ცხოვრება შეუძლიათ. და ვიყო მათთან, ვინც პირველად ცხოვრებაში მონაწილეობდა პრაიდში. არასდროს ენახათ პრაიდი. რადგან მათ ქვეყნებში ეს არალეგალურია. ეს საოცარი იყო. და თელ-ავივის პრაიდის მსვლელობისას მე ვატარებდი ებრაულ პრაიდის დროშას და ამერიკის დროშას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ყოველ რამდენიმე ნაბიჯში ადამიანები მოდიოდნენ ჩემთან და მაჩერებდნენ. ან იმიტომ რომ მათ აღფრთოვანებდათ, რომ იქ ვიყავი ებრაული პრაიდის დროშით და ამერიკის დროშით და მადლობას მიხდიდნენ იქ ყოფნისთვის, ან იმიტომ რომ ბევრმა მათგანმა მიცნო ჩემი საქმიანობის გამო, რომელსაც ვეწევი შეერთებულ შტატებსა და ისრაელში. და ჩემი დელეგაციის დანარჩენი წევრები მეუბნებოდნენ, რა ხარ, ვარსკვლავი ხარ? და მე ვპასუხობდი, არა, არ ვარ. უბრალოდ ხალხის აქტივისტი ვარ, რომელიც ცდილობს შთააგონოს სხვები, რომ იგივე გააკეთონ, რასაც მე ვაკეთებ. მაგრამ იცით რა, გააკეთონ ეს უკეთ. და ისინი ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ იმ შესაძლებლობით, რომლითაც მე ვმონაწილეობ იმ საქმეებში, რაშიც მონაწილეობ. და ისინი ცრემლებით ტოვებდნენ ამ ქვეყანას. ფიქრობდნენ, როგორ შეძლებდნენ იგივე გაეკეთებინათ. ეს საოცარი იყო. მე ვფიქრობ, ეს საოცარია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრ რამეს თავისთავად მივიჩნევთ. მაგალითად, იცი, ჩვენ ბევრ რამეს თავისთავად მივიჩნევთ. ჩვენ თავისთავად მივიჩნევთ, რომ ვართ თავისუფალი საზოგადოება, სადაც მაგალითად LGBT თემს. მაგრამ ასევე მე როგორც ფემინისტს ან ნებისმიერ სხვას შეუძლია თქვას რაც უნდა, სანამ ძალადობას ან სიძულვილს არ აღვივებს. შეგიძლია თქვა რაც გინდა. როცა რუკას უყურებ და ხედავ სად ვიმყოფებით, ფაქტია რომ ცხოვრობთ თავისუფლების კუნძულზე. გარშემო კი ქვეყნებია, სადაც თავისუფლება შეუძლებელია.
ზოგიერთ ნორმალურ ქვეყანაშიც კი ვერ იქნები ნამდვილად თავისუფალი. ხო, ეს საოცარია. მიხარია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეძლო ამის გაკეთება, შეძლო ამ ადამიანების აქ ისრაელში ჩამოყვანა, რათა გაეგოთ ის წარმოუდგენელი მოზაიკა ხალხისა და იდენტობებისა, რაც აქ გვაქვს. მიხარია, რომ ასე მოხდა. მათ შეძლეს შეხვედრა, ჩვენც, რადგან მეც მონაწილე ვიყავი, როგორც ყველა სხვა. ჩვენ შევხვდით ისრაელელ ებრაელებს, არაბებს, მუსლიმებს, ქრისტიანებს, დრუზებს, ბაჰაიებს, სრულიად სეკულარულ და ათეისტ ადამიანებს. ჩვენ შევხვდით ადამიანებსაც, რომლებიც ძალიან კაცრად უპირისპირდებიან მთავრობის ბევრ ელემენტს. დიახ, ეს ძალიან საინტერესო იყო. დიახ, მათთან ვეთანხმები თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ არის მთავარი, საქმე ამაში არ არის. ჩვენ არავის ვრიყავთ. ჩვენ არ ვაუქმებთ. სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიაში თავისუფლება არის ის, რასაც ეს ქვეყანა და ისრაელი იცავს. და ეს იყო რაღაც ძალიან განსაკუთრებული. და სინამდვილეში ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე მთავრობის მიმართ ჩიოდნენ, ჩვენი დელეგაციის რეაქცია იყო ასეთი. რაზე ჩივიან ისინი? ვინ იხდის იმ პრაიდის დროშების საფასურს, რომლებიც მთელ ქუჩაზეა გამოფენილი? მთავრობა, საქალაქო საბჭოები, ვინ აფინანსებს LGBT ორგანიზაციებს და ტრანს ორგანიზაციებს და მათ შეცდიებს და მათ შენობებს? მთავრობა. და იცით რა? თუნდაც შეერთებულ შტატებში უმეტესობა LGBT ორგანიზაციებისა, რომლებშიც მე 20 წელზე მეტია მონაწილეობ, ძირითადად კერძო დაფინანსებასა და შემოწირულობებზეა დამოკიდებული, რომ განვითარდეს. ისრაელში ყველა ორგანიზაცია მთავრობაზეა დამოკიდებული, ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, თუ ჩვენ ვიხდით გადასახადებს, თუ ვემსახურებით არმიაში, თუ საზოგადოების ნაწილი ვართ. როგორც ყველა სხვა, ჩვენც გვჭირდება და ვიმსახურებთ იმავე დაფინანსებას, რასაც სხვები იღებენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ საკმარისი დაფინანსება აქვთ, რადგან ღმერთმა იცის, რომ უმეტეს ორგანიზაციას მეტი დაფინანსება სჭირდება. მაგრამ ეს ილუზია. თუნდაც ეს იყოს ინფრასტრუქტურა, შენობა, გულისხმობ იერუსალიმის მერიის შენობაში, ჩვენც ასე ვაკეთებდით. და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეც თელ-ავივში. მაშ, იუვალ, იცი ახლა რა გეგმა გაქვს, იმიტომ რომ ყველგან ყოფილ ხარ, სოციალურ ქსელებშიც ხარ, საოცარ ადვოკატირებას ეწევი, სპიკერი ხარ, მთელ მსოფლიოში მოგზაურობ. შენ ხარ კინორეჟისორი და ჟურნალისტი. სად ხედავ შენი კარიერის, აქტივიზმის და სხვა მიმართულებების შემდეგ ეტაპს? ხალხი ხშირად მელაპარაკება ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, რაც ძალიან საინტერესოა. მე ყოველთვის ვცდილობდი გამეთავსებინა და დაბალანსებული მქონოდა კარიერა და ძალისხმევა გასართობ ინდუსტრიაში, მედიაში და ადვოკატირებაში. დიახ, მე მქონდა შესანიშნავი გამოცდილება როგორც მსახიობს და რეჟისორს. იცით, მივიღე ჯილდოები, მონაწილეობდი სატელევიზიო შოუებში, რომლებსაც ხალხი დღესაც უყურებს. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა, როგორც ახალი ამბების კომენტატორი, Fox-ში, Newsmax-ში, News Nation-ში, JNS-ში და სხვა საერთაშორისო მედია საშუალებებში მართლაც გამორჩეული იყო და ისიც, რომ ჩემი სტატიები ქვეყნდება. თუმცა ყველაფერი ნამდვილად ჩამოყალიბდა ჩემი სოციალური და სოციოპოლიტიკური აქტივიზმით. მე გავიზარდე როგორც ებრაელი და სწორედ ასეა სწორი, როგორც ებრაელმა უნდა გავიაზრო, რომ ჩემი პასუხისგებლობაა ჩემი ხალხისთვის ვიმოქმედო. მე გავიზარდე როგორც ამერიკელი და ისრაელელი, რომ ვიცოდე, ჩემი პასუხისგებლობაა ჩემი ხალხისთვის ვიმოქმედო და ყოველთვის ვიყენებდი ჩემს პლატფორმებს, რომ წინ წამეწია სოციალური და სოციალური პოლიტიკური ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ორი ქვეყნისთვისაც. და ამან ბევრად უფრო წინ წაიწია ჩემი საქმიანობა მედიასა და პოლიტიკაში, ვიდრე ოდესმე. მომენატრა, ჩემი ცხოვრება გართობის ინდუსტრიაში? აბსოლუტურად. ხედავ თუ არა, რომ პოლიტიკასა და მედიაში ბევრად მეტი გავლენა მაქვს? აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენ ომში ვართ. ჩვენ ომში ვართ ბევრ ფრონტზე, არა მხოლოდ იმ 7 ფრონტზე, რომელზეც ისრაელი აწყდება და მას კიდევ უფრო მეტ ფრონტს უმატებენ, არამედ ეს არის გლობალური ომი ცივილიზაციისთვის. ის გავლენა, რაც მაქვს, მამოძრავებს და ჩემთვის პატივია, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს და რომ მთელ მსოფლიოში მიწვევენ სპიკერად, რათა ხალხი უფრო აქტიურ ადვოკატირებაზე მოვახვიო. მე არ მოვდივარ და არ ვამბობ, რომ აქ ვარ როგორც ექსპერტი. მე არც კი მაქვს კითხვებისა და პასუხების სესია შემდეგ. მე ამას საზოგადოებრივ საუბრის სესიებს ვუწოდებ, რადგან მინდა რომ საზოგადოებას მოусმინო და საზოგადოებამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს, ერთად იმუშაოს და რომ მეც უბრალო ადამიანი ვარ, ისევე როგორც ჩვენი რაბინები არ არიან ჩვენზე წმინდანები ან უფალთან უფრო ახლოს. ისინი ჩვენი მასწავლებლები არიან, მაგრამ იცით რას ვაკეთებთ მასწავლებლებთან? ვუსვამთ კითხვებს. დიახ. ეს არის მთელი აზრი ებრაული აზროვნებისა და კომენტარის. აბა რა მელის შემდეგ? მედიისა და პოლიტიკის სფეროში ჩემთვის მოვლენები ძალიან საინტერესო გზებით ვითარდება. მალე კიდევ ბევრი რამ იქნება, რისი გაზიარებაც შემეძლება. მაგრამ იცით, მაქვს ჩემი ახალი პოდკასტი, საერთო საფუძველი, რაც ძალიან ამაღელვებელია, შესანიშნავია. მე ვაძლევ რჩევებს რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ორგანიზაციას შეერთებულ შტატებში და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ვერ ვითმენთ, როდის ვნახავთ, რას გააკეთებთ შემდეგ იუვალ, რადგან როგორც დასაწყისშივე ვთქვით, ძალიან ცოტა ისეთი ადამიანი, ვისაც ასეთი მკაფიო ხმა აქვს. ისინი ძალიან ეფექტიანებიც არიან და ასევე მუშაობენ ძალიან არაკომფორტულ სივრცეებში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ახლა ისაა, რომ ყველა საკუთარ პატარა ბუშჩი ვსაუბრობთ. ყველა იზოლირებულია. მაგრამ თქვენ გეყოთ გამბედაობა, რომ სხვის ბუშტებში შეხვიდეთ, მათ გამოწვევა გაუწიოთ და დისკომფორტი აგრძნობინოთ. მაგრამ ეს ხო მთელი ამ პროცესის ნაწილია, არა? კი, შენ ეს კარგად გესმის, იმიტომ რომ ზუსტად ამას აკეთებ. შენ რეალურად გიყვარს გამოწვევები. და მგონია სწორედ ამიტომაც, არ ვიცი, რამდენი წელი ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ერთი წამიც კი საკმარისი იყო, რომ დაგენახე, გიცანი. შენს გვერდით სუნთქვა უფრო ღრმად დავიწყე, რადგან შენ გამოწვევას იღებ, აბსოლუტურად. და გამოწვევასთან ერთად მოდის სვლილება. და თუ არ შეგიძლია, თუ ადამიანს არ შეუძლია გამოწვევის მიღება, მაშინ როგორ უნდა განამტკიცოს თავისი შეხედულებები? ზუსტად ასეა. ჩვენ, მე და შენ, ვეწევით ღირებულებებზე დაფუძნებულ ადვოკატირებასა და აქტივიზმს და არა იდეოლოგიაზე დაფუძნებულ აქტივიზმს. ეს ეხება ღირებულებებს. რა არის ის ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვებისთვისაც? ეს არის რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ გქონდეს. და იცი რა, რაც შეეხება გამოწვევას, მე სათავგადასავლო სპორტის მოყვარული ვარ. მე არ მომწონს გუნდური სპორტის ყურება, სადაც იცი ხალხი ბუთს დასდევს და ერთმანეთის მიყოლებით დახურულ მოედანზე დარბიან. მე მიყვარს თხილამურებით სრიალი. ზამთარში ჩემი საყვარელი სეზონია. ზაფხული კი მძულს, ბოდიში ყველას. ანუ შენ თავგადასავლების მოყვარული ხარ. მიყვარს ეს. ხო და რას ვაკეთებ? მაგალითად, როცა თხილამურებით ავდივარ მთის ყველაზე მაღალ და რთულ ნაწილებში და ღმართზე სრიალისას წინ ვიხრები. უნდა გადავიხარო წინ, რამდენადაც შემიძლია, რომ წინ წავიდე. და როცა ვხედავ ქვას, ან ვხედავ ხეს, ან ვხედავ ფერდღედან, არ ვფიქრობ, რომ აი ქვა, აი ხეა, აი ფერდობია. ვფიქრობ, ეს არის გზა წინ. ეს არის გზა წინ. ეს არის გზა წინ. სირთულეების აღიარება და იმის ცოდნა, როგორ წავიდე წინ. ჩემი სპორტული ფილოსოფია ემთხვევა ჩემს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. სირთულეები არ უნდა შემაჩერონ, რადგან მე წინ მივდივარ. და სწორედ ამას ვისურვებდი, რომ მეტი ებრაელი მსოფლიოში, მეტი სიონისტი მსოფლიოში და ის ჩუმი უმრავლესობა მსოფლიოში უფრო მეტად ჩაერთოს. სირთულეები არსებობს. ცხოვრება არ არის უნიკორნები, ცისარტყელა და ყველაფერი მარტივი. ცხოვრებაში სირთულეებია, უნდა აღიარო ისინი. წინააღმდეგობები. და როცა გადალახავ, გაივლი, გადახვალ ან გვერდს აუვლი ნებისმიერ წინააღმდეგობას, შეძლებ წინსვლას. და სწორედ ეს გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ მეტ ადამიანს შთაგონებას მივცე. ამინ, ეს მართლაც მშვენიერი მეტაფორა. უკვე წარმომიდგენია, როგორ სრიალებ თხილამურებით მთიდან და გვერდს უვლი იმ ხეებს. იუვალ, მადლობა აქ ოფნისთვის, მადლობა რომ ლიდერი ხარ იმ საქმეში, რასაც აკეთებ. მადლობა შენი მკაფიო ხმისთვის და იცი, იქნებ ერთ დღეს აქ ჩამოხვიდე და სამუდამოდ დარჩე. მეც ძალიან ნახვის.